ჰონგ-კონგის საერთაშორისო კონკურსზე კინძმარაულის მარნის საფერავს გრან-პრი გადაეცა. პროდუქციას ჩინეთში 1 წლის განმავლობაში უფასო რეკლამა გაუკეთდება. ჰონგ-კონგის საერთაშორისო გამოფენაზე, რომელშიც ასეულობით კომპანია მონაწილეობდა, ჩვენი ქვეყანა პირველად ჩაერთო. 7 ქართული კომპანიის პროდუქცია მსოფლიოში ცნობილ ბრენდებთან ერთად იყო წარმოდგენილი. საერთაშორისო გამოფენაში 1500 კომპანია მონაწილეობდა. Very few gold medals this year. Georgia. That is a very big congratulations to our new friend from Georgia. Congratulations. Congratulations. Thank you. კინძმარაულის მარნის საფერავმა 2006 წლის მუხაში დაძოლებულმა აიღო გრან-პრი, ეგრეთ წოდებული ტროფის პრიზი, რომელიც ამ კონკურსში ყველაზე უმაღლესია და ყველაზე მნიშვნელოვანია. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ ქართული ღვინოს აზიის ბაზარზე შემოვა, როგორც მაღალი კლასის, მაღალი ხარისხის მქონე ღვინო. უკვე ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია ღვინის ექსპერტებსა და სომალიებს შორის, დამკვეთებს შორის. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის ახლა ამ აღიარებას განსაკუთრებით ჰონგ-კონგის და ჩინეთის ბაზრისთვის, იმიტომ ჩვენ ვიცით, რომ ეს არის ძალიან მზარდი ბაზარი, ქართული ღვინით და ქართული სპირტიანი სასმელებით დაინტერესება ძალიან დიდი მიღწევა იქნება. ღვინო კინძმარაულმა მიიღო ბრინჯაოს მედალი, რაც ვფიქრობ, რომ საკმაოდ წარმატებულია კომპანიისთვის, რადგან პირველად როცა ჩინურ ბაზარზე ვარ წარმოდგენილები და დეგუსტაციაში ვიღებდით მონაწილეობას, ვფიქრობთ, რომ ჩინეთში იზრდება ქართული ღვინის მოხმარება და ეს ხელშეუწყობს როგორც ჩვენ კომპანიას, ასევე საერთოდ ზოგადად ქართულ ღვინოს პროპაგანდას ჩინურ ბაზარზე. გამოფენაზე რთული იყო ყველა მონაწილის შეფასება. ჯილდოებიც ყველა დამსახურებულად გაიცა. დღევანდელ გამოფენაზე ქართული კომპანიები პირველად მონაწილეობდნენ. მინდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ წარმატებულად.